Multidisciplinary გუნდის შექმნა, რომელში შემავალი ექიმებიც დიუშენს კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს სხვადასხვა პროფილის კვლევებს ჩაუტარებენ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. რაც შეეხება მედიკამენტებს, მიხეილ სარჯოლაძე ექიმებს და დარგის სპეციალისტებს მოუწოდებს გაეცნონ აღნიშნული პრეპარატების შესახებ რეალურ მონაცემებს და პაციენტების მშობლებს და მთლიანად საზოგადოებაში არასწორი მოლოდინები არ შექმნა. შეგახსენებთ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები თვეებია მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით აქციებს მართავენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი სახელმწიფო გადაწყვეტილებას მედიკამენტების უსაფრთხოებასა და ეფექტურობის გათვალისწინებით მიიღებს. მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს კი, მისი თქმით, ევროპის წამლების მარეგულირებლის ავტორიზაცია არ გააჩნია. მინდა ყველას მოუწოდო განსაკუთრებით ეს ეხება რა თქმა უნდა ექიმებს და პროფესიონალებს, რომ აუცილებელია გაითვალისწინონ რეალურად არსებული მდგომარეობა. ის რაც სიმართლეა ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ დაკვირვებული და ფრთხილი დასკვნები. ხშირად გაიგებთ მაგალითად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნის საჭიროებას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ყველა ეს საკითხი, რომელიც ამას უკავშირდება და პრაქტიკულად გადაჭრილია. გადაჭრილია ეს გულისხმობს იმას, რომ იარსებებს შესაძლებლობა პაციენტისთვის, რომ თუ მას სურვილი აქვს, რომ მულტიდისციპლინურად იქნეს შეფასებული, სტაციონარულად ექნება შესაძლებლობა მივიდეს კონკრეტულ კლინიკაში და მიიღოს ეს სერვისი, პრაქტიკულად მთელი სპექტრი საჭირო კვლევების, საჭირო გამოკვლევების, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს აქტუალური ამ დიაგნოზების შემთხვევაში, იქნება ხელმისაწვდომი და ეს ბუნებრივია იქნება ორგანიზებულიც, დაფინანსებულიც და ასე შემდეგ. კუნთოვანი დაავადების მქონე ბავშვებისთვის წარმატებული მართვის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი მათი მუდმივი მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება და ამისათვის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. იაშვილის კლინიკას აქვს ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება, აქვს ამის შესაძლებლობა, რომ შესთავაზოს ყველა ის სერვისი, რომელიც ამ ბავშვებს აუცილებლად ჭირდება მუდმივად იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდით საჭიროებენ ესეთ დეტალურ მეთვალყურეობას. პროგრამა უნდა იყოს ხელმისაწვდომი რეგიონშიც და თბილისშიც და ამისთვის მუშაობს სამინისტრო შეხვედრები ტარდება და იმის მიხედვით თუ რომელი კლინიკა მიიღებს მონაწილეობას, ჩაუტარდებათ იმ კლინიკაში მკურნალობაც, ლაბორატორიული კვლევების და ჰოსპიტალური მკურნალობაც.